მოგესალმებით მეგობრებო ყველას. პირველად ვარ ლეპტოპიდან ჩართული ლაივში და ასე რომ შეიძლება დაბნეული გამოვიყურებოდე და შეიძლება კიდევაც აქ რაღაცეების გაკეთება მომიწიოს. ესე იგი, ბევრი საკითხი სხვანაირად ყოფილა ლეპტოპიდან ლაივში, ვიდრე მობილურიდან ლაივში და ასე რომ წარვადგენ თემას და მე შევეცდები აქ გავერკვე რა ხდება და როგორ ხდება. მე დღეს როგორც გუშინ დაგვირდით ვისაუბრებ ბატონ მირზა ბრეგაძესთან ერთად საკითხთან დაკავშირებით ქართული ენა და მისი საიდუმლოება და განსაკუთრებულად ვისაუბრებ და ვიმშელებთ ამ სიტყვაზე თავის სულ ფლება, ხო? ჩვენ გუშინ ქონდა ამაზე საუბარი ლაივში. პირველად თხოვნა მექნება რომ გადააზიაროთ ეს ვიდეო, რაც შეიძლება მეტ ხალხმა ნახოს და მათაც მიიღონ მონაწილეობა ამ ლაივში. ეხლა მე ვეცდები რომ დავპატიჟო ბატონი მირზა. გუშინ ვერ მოვახერხეთ ბატონ მირზასთან საუბარი, იმიტომ რომ მისი ტექნიკური პრობლემები გამართული არ იყო მისი ტექნიკა თუ მისი ინტერნეტი. ასე რომ ტექნიკური პრობლემების გამო გუშინ ვერ შედგა ბატონ მირზასთან საუბარი და დღეს ვეცდებით რომ ეს საკითხი განვიხილოთ. პირველ რიგში მინდა მითხრათ და დამიდასტუროთ რომ არის თუ არა, ისმის თუ არა ჩემი ხმა. დიახ, თუ ელეფემ ესე იგი რაღაცა ტექნიკური პრობლემა აქაც არის. ალბათ ხარისხი იქნება დაბალი მეგობრებო. მოკლედ აქ არ ვიცი რას მეკითხება ეს, მაგრამ მეკითხება რაღაცეებს. რაღაცეებია შესავსები, მოკლედ რა. ყველგან ყველაფერი ადვილი არ არის. ესე იგი, ჩემი ხმა კარგად ისმით, ხო? კარგად ისმის, ხო? აი აქ რაღაცეები საშინელი ინფორმაციები ამოვარდა, საშინელი თუ არა. ეხლა ვხედავ რომ ორი ადამიანი მიყურებს, ერთმა უკვე დააკომენტარა და აი ამ კომენტარს ვეცდები რომ წავიკითხო. კომენტარების წაკითხვა სად შეიძლება ვერ ვხედავ, მაგრამ აი მირზა ბრეგაძემ, ხო, კარგად ისმის თამარ. მირზა, აქ ყოფილ ხარ? აბა როგორ დაგამატო ეხლა შენ? როგორ შემოგიყვანო აქ, არ ვიცი, მაგრამ გავარკვევ ეხლავე. ეხლავე გავარკვევ. ყველაფერში სწავლაა საჭირო. ოთხი ადამიანი მიყურებს, ამას ვხედავ, მაგრამ მე ვერ ვხედავ სად შეიძლება დავპატიჟო მირზა ლაივში. ქართული ენა. ლინკს ვშოვე, არ ვიცი. მირზა, იქნებ შენ გამომიგზავნო და აქ ალბათ ამოვარდება რამე. იქნებ დამატება გამომიგზავნო. ბაია თოლორ დავაწერს, მადლობა თამარ, საინტერესო ლაიფები გაქვსო. მადლობა ბაია. თუ ახერხებ მირზა რომ გამომიგზავნო დამატება, ეკრანზე დამატება. მე ვერ ვიპოვე აქ ჯერჯერობით, ვერ ვიპოვე, საიდან შემიძლია რომ დაგამატო. აქ არის შემიძლია კითხვის დასმა, ვიღაც კითხვის ფორმულირება, როგორ, აი დავწერე ხო, როგორ მოგწონთ
მოგწონთ თამარის ლაივები. მაგალითად, კითხვა გამიჩნდა. დააფიქსირე. კარგია თუ არა? გავაგრძელოთ თუ არა? თქვენც გისვათ კითხვას, როგორ მოგწონთ ჩემი ლაივები? აი მაგალითად, ბაია თოლორდამამ დაგვიფიქსირა, რომ ძალიან მოსწონს და საინტერესოა და ეს მე რა თქმა უნდა მაძლევს ძალას, რომ გავაგზელო ეს საუბრები, თორემ აი ისეთი გადატვირთული დრო მაქვს, ძალიან ბევრ ხალხს ვესაუბრები და თმებიც კი სველი მაქვს, გაშრობაც ვერ მოვასწარი. მოგრეთ ერთი სიტყვით კი არ წუწუნებ, მაგრამ თქვენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგია. კი, ძალიან კარგია. და მეორე პასუხის შესაძლებლობა იქნება უმჯობესია მოკლე ლაივები. ძალიან კარგია. ანუ ჩემი ლაივები გრძელდება ხოლმე 2 საათი და 3 საათი და ვისაც სურს რომ ეს გასცეს პასუხი რომ მოკლეები იყოს, და დაფიქსირდები და დავკონკრეტდები დროზე, ხვდებით? მაგრამ მე ჩემი მოსაზრებით სპონტანურობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. და ადამიანს რაც მოუვა და როგორც მოუვა და რამდენი ხანით სურს საუბარი, ჩემი აზრით ყველაზე კარგი იქნება. რომ მივცეთ ადამიანებს საუბრის უფლება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მათ სურს. ესე კი არა სკოლებში რო არის ხოლმე რო აძალებენ, რომ სწრაფად წაიკითხონ, სწრაფად გამოიყვანონ, სწრაფად დასწრაფებული როა ყველაფერი. ადამიანები ინდივიდუალურები ვართ და ინდივიდუალურად შეგვიძლია დროის აღქმა, ხომ? ზოგი ნელია, ზოგი ჩქარია, ზოგი საშუალო ჩქარია და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით მე ვეძებ ახლა როგორ დავამატო მირზა აქ. ეს 2 დღეა ეს თემა გვაქვს, მაგრამ იმედია ამას ყველაფერს მოვაგვარებთ. მაინც ვერ ვიპოვე. მირზა, თუ თამარ ლაივები აუცილებელია ჩვენთვის, ვინც განსხვავებულები ვართ. ზაზა ტაბატაძე წერს. კი? ნამდვილად. ვერც მე ვერ ვიპოვე დამატების ოფცია. ამბობს მირზა. მეგობრებო, თქვენ ხომ არ გექნებათ რჩევები, როგორ დავამატო? ანუ მარჯვნივ ვეძებო, მარცხნივ ვეძებო, დაბლა ვეძებო თუ სად ვეძებო, ვეღარ მივხვდი უკვე იმდენი ინფორმაციაა უცბად აქ გადაშლილი და სანამ ახლა მე ამაში გავერკვევი, ალბათ დიდი ხანი დამჭირდება და უცბად იქნება მირჩიოთ, მარჯვენა მხარეს ვეძებო. აქ არის 4 სექცია. ესე იგი, ერთ სექციაში არის live board-ი, მეორე სექციაში ჩემი სურათი ჩანს, მესამე სექციაში ეს გამოკითხვების სექცია არის და მეოთხე სექციაში კომენტარებია და სად შეიძლება რომ ნახო? პროტოკოლი არის აქ. გამოკითხვა არ გვინდა. ხმამაღლა ვიაზროვნებ, ხო? თორე ვეღარ გავიგე რა. მითითებები, აბა რა მითითებები შეიძლება აქ მოგცენ? Hinweise. ჯერჯერობით
აქ თამარია, stream Zuschauer. Fragen. მოგაზიარებაზე. თულ hinzufügen. აბა რა თულები არის ნახავ? აინამ არა ესენი არ გვინდა. ერთი სიტყვით მაინც ვერ ვიპოვე მეგობრებო რა. და ამიტომ მივმართავ მეორე ხერხს. თამარ გავგზავნე დავითის მოწვევა ლაივში. თავიდან მოწვევა ლაივში. აი ვერ ვუგზავნი, ვერ ხვდები როგორ საიდან გავუგზავნო, ხვდები თამარ. გამოგიგზავნოს მოთხოვნა, უბრალოდ არ ჩანს იკონკა. ლაივები აუცილებელია ჩვენი სულელობისთვის და ხო, ანუ მოთხოვნის გაგზავნას ვერ ხვდები, სად არის. არსად არ ჩანს, ეხლა მე რასაც ვუყურებ, გადავათვალიერე, არსად არ ჩანს, რომ მოთხოვნის გაგზავნა, აი პიროვნება დავპატიჟო ლაივში რა. და ამიტომ ვფიქრობ, რომ იქნებ თვითონ მოახერხოს გამოგზავნა. აი ახლა ცოტა სხვანაირად ჩანს ყველაფერი. აქ დავაპლიუსოთ. არა. ეს რა არის? აქ შემიძლია რომ ვინმე კითხვა დავუსვა, ესე იგი გამოკითხვა ვაწარმოო, მაგრამ აქ არ შემიძლია ვინმე დავპატიჟო? აი, ერთი წუთი აქ რაღაცა ვნახე. მირზას გაუზიარებია, ხო? Teile den Link zu deinem Live-Video mit den Moderatoren. Sie können es bequem im Live-Producer öffnen. ეხლა მე აქ links დავპოსტავ კომენტარებში. და აბა ამ ლინკის მეშვეობით იქნებ მომიწვიო მირზა. გადადი აბა ამ ლინკზე თუ ნახავ იქ რამე tools. გამარჯობა მირო, გამარჯობა ყველა, გამარჯობა საქართველო. და სანამ ჩვენ ამას ვარკოთ, მე მანამდე გაგესაუბრებით და თან აქ დავაკვირდები რა ხდება. გაგესაუბრებით რას? ღმერთი სიყვარულია, ესეთი პიროვნება არსებობს Facebook-ში რა. და ამ ღმერთი სიყვარულიამ ესეთი კომენტარი დადო Facebook გვერდზე, რატომღაც არ ვიცი, საიდან მოიტანა რომ მე მეფობას ვიჩემებ, მაგრამ ესე უწერია პირდაპირ რა. თამარ ინასარიძე გეფართი იჩემებს მეფობას, არ ენდოთ. არ ვიცი, სადმე გინახავთ რომ მეფობას ვიჩემებ? ანუ გაგიგიათ შემგან? მერე კიდე გუშინ ვიღაცამ დაწერა Facebook-ზე რა, რომ თამარს ინასარიძე გეფართს რა კითხვებიც აქვს და რა კითხვებიც აკისმევაო, ის ლევან პეტრიაშვილს უკვე პასუხებია გაცემულიო და რაღაცა ეჭვმეპარებმა მაგაში, რომ ამ თემებზე, რა თემებზეც ჩვენ საუბრობთ, ლევან პეტრიაშვილი პასუხებს ცემდეს. სამწუხაროდ მე ლევან პეტრიაშვილი დაბლოკილი მყავს, იმიტომ რომ ლევან პეტრიაშვილი წავიდა იუდეველების გზით და იაღოველების გზით, ამიტომ ბოდის გიხდით, მაგრამ მე ვერ გეთანხმებით მაგ საკითხში, რომ
გუში რა თემებზეც ვისაუბრეთ, იმ საკითხებზე ლევან პეტრიაშვილს პასუხები ჰქონდეს. ასე რომ მირზა, მაშინ ესეთი რაღაც გავაკეთოთ, მოდი. მე ვეცდები ახლა რომ ტელეფონით დაგიკავშირდე შენ. ჩაირთვება შენი voice-ი და თან მინდა ესეთი რაღაცა გავაშხერო რა. შენი ტექსტი მინდა რომ გავაშხერო. ამიტომ მე ახლა მოვძებნი შენს ტექსტს. თამარ სათხარ. ესე იგი, მეგობრებო, ნახეთ, საკითხი არის ესეთი, აი ამ ტექსტს დავაკოპირებ და ჩავაგდებ ჩვენს ლაივში, ხო? კომენტარებში. კომენტარებში ჩავაგდებ. და ჩავაგდებ მოგესალმებით, მეგობრებო. და ჩავაგდებ ჩვენს ლაივში, ხო? ჩავაგდებ. აი ეს არის ის ტექსტი, მეგობრებო, რაც უნდა განვიხილოთ. ჩავარდა ხომ? ტექსტი თუ ჩავარდა, კი, აი ნახეთ. და ეხლა წავიკითხავ მე ამას რა. ხმამაღლა წავიკითხავ. და ვნახოთ რა გამოვა აქედან. თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ. დიდი ტექსტია რა. აშკარად დიდი ტექსტია და მირზა, თან შენ დაგიკავშირდები მე ტელეფონით. და შენს ხმას ჩავრთავ, ხო? ეხლა დავრეკავთ მირზასთან, სხვა ხერხებს მოვძებნით, მეგობრებო, თუ კი Facebook-ი ვერ გვაკავშირებს ადამიანებთან. გამარჯობა მირზა. გამარჯობა, სამწუხაროა რომ შენ სახეს ვერ ვხედავთ, მაგრამ მაინც მადლიერი ვართ იმის რომ აი ეხლა ნახე. აჰა, გასაგებია. შენ სახესაც ვხედავთ, მეგობრებო. ბატონ მირზას ვესაუბრებით ლაივში ტელეფონიდან. მირზა, თუ შეიძლება, ეხლა მე წავიკითხავ შენს ტექსტს და შემდეგ ამაზე რომ განგვიმარტოთ, უფრო ვცლად, რომ ვისაუბროთ ამ საკითხზე, ხო? თავისუფალი რას ნიშნავს? ან რა დატვირთვა აქვს ამ მოსაზრებას? თავისუფალი ეს ნიშნავს თავისუფლობას, ანუ მატერიის და სულის თანაარსობის მართვას, რის გარეშეც ვერ იქნება თავისუფლება. ესა პუნქტ წავიკითხოთ, ხო? ეს პირველი პუნქტია. ეხლა მეორე. თავისუფალი, ხო? თუ გინდა შენ პირველი პუნქტი განმარტე ახლა და მე მეორეზე გადავიდეთ. სულის და ხორცის თანაარსობა. ვიცი, ის როგორ წარმოგვიდგენია, მაგრამ როგორც ხედავ, უმეტესესთვის სული ცალკე ფენომენია, სხეული კიდე ცალკე ფენომენია. ეს ვაფშე გამოგვიდგენია. უშუალოდ სხეული არაფერია, უშუალოდ სული არ ჩანს და არაფერია. ის უფლობა, რაც სხეულს შეუძლია გამოამჟღავნოს
მიცემულ სხეულში არის საკუთარი თავის მართვა, ანუ გარკვევა ემოციებსა და რეალობას შორის. ეს არის თავის უფლება. განმარტებაც არის და განმარტებას ეს თამაშ ვესაუბრე, რომ ძმდება ყოველთვის სიტყვიერად ადამიანებს მიაწოდო ის, რაც მარტო ყურს ესმის. მარტო ყურს როგორ ესმის? საუბრობთ, რაც უნდა საუბრობდეს ადამიანი, მსმენელი ყოველთვის ფრაგმენტებს იმახსოვრებს. რაღაც დროის განმავლობაში ისიზდა დროის გასვლის შემდეგ იმ ფრაგმენტებიდანაც უმნიშვნელო რამ ამახსოვრდება გონებას და რატო ფორმა გაიგონა და არ აღმოჩნდა ის საკმარისი ანალიზებისთვის, ანუ ვეღარ მიუბრუნდები, ხო, რაღაცა რომ თქვი, გაიგონა ადამიანმა და ძველი დამთავრდა. დაჭერდეს თვითონ ვინც თქვა, იგიც ვერ გაიმეორებს, ზუსტად იგივეს, რაც თქვა პირველად, ხო? მოხდა რას გეუბნები? კი. ამიტომ იყო ინგონიერი წინაპრებიდან მიღებული წერილობითი დოკუმენტალური გადმოცემები, სადაც ნებისმიერ დროს შეეძლო სურვილს მიბრუნებულიყო და ახალი რამ გაეგო იმ წერილობითი გადმოცემიდან. არაფერს ხედავთ დღეს კი არა ყოველთვის დასაბამიდან დღემდე მიღებული კანონზომიერება გამختარა ქადაგება, რომელიც ან ესალბუნება განწყობას, ან პირიქით აღიზიანებს და რაღაც სხვა საუბროში გადაყავს მსმენელი. დავუშვათ ნაცის წმინდა წერილები, რომლებიც დაახლა ვაპირებ სტატიის გამოქვეყნებას ამ წერილთან დაკავშირებით და ის წერილები, რომლებიც წმინდად იკითხება, როგორც წერია, ადასტურებს არათუ ცნობიერებას, არამედ უმეცრებას. იმიტომ რომ შიგთავში ან არ უნდათ რომ გახსნან და ჩაიხედონ, ან შეგნებულად აგრძელებენ შეფუთულით ქადაგებას ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით. აქ უკვე თავის უფლობა აღარ არის, აქ არის თავის სულფლობა, სულ დაფლულად ყოფობა. ესე იგი სულ დამალულში ყოფნა და ხო, მივხვდი, ეხლა უფრო უკეთესად მივხვდი, ვიდრე გუშინ მოუძებნეთ ჩვენ ახსნა ამას. იმიტომ რომ არ გაგვიძლია ამ თემაზე საუბარი. ხო, თამარ, აი სულ თავშაფლული, ანუ სიახლემას პოზიციაში ყოფნა, სქვია თავის სულფლობა, რომელიც გამოწვეულია გაურკვეველი ადამიანის სანერისის გაურკვეველი ინფორმაციის მიწოდებაში. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანი რა განზომილებიდან ისმენს მოსასმენს, კიდევ მეორებ და უსმენ ხას, რომ მოსმენელი ვერასდროს ვერ იბეჭდება იმ დოზით გონებაში, რადგანაც
უნდა იქნას თავისუფლება, რომ ადამიანმა მოახერხოს გამორკვევა, გაანალიზება და ამ გამორკვევა, გაანალიზების საფუძველზე მიიღოს, ან გაატაროს, ან უარყოს მიღებული ინფორმაცია. წარმოვიდგინოთ ასეთი რამ. ერთ ჯამზე ვაგროვებთ სხვადასხვა სახის ხილს, ხო? დიდ ჯამზე და თუ კი მას ყოველდღიურად არ გადავავლით ბარს, არ მივაქცევთ ყურადღებას, რომელიღაცა იმ სხვადასხვა ხილიდან იწყებს ფუჭებას. კი. მარტო ის კი აღარ ფუჭდება, აფუჭებს ყველა იმ დანარჩენ სხვადასხვა სახეობის ხილს, რაც თასზეა განლაგებული. ანუ ამ დოვლათით დაჭერს თასს ყოველთვის სჭირდება თვალის და ხელის შევლება, რომ გაზიანებულს ან უშველონ, ან მოაშორონ საღებს, ხო? დიახ. და იმ პირსმინდაც მიყოლებულ ქადაგებებში, რომელიც მოცემულია შეთქუთული, ასე ვთქვათ, ალეგორიული წიგნებით, აქვს ზუსტად ის უნარი, რომელსაც ქვია თასის შევსება და დანარჩენი მსახურება, რომ აღარ ჩაუტარო და რაღაც კვირაში თუ რამე ეს სახეობა ხილის ყველა გამარჯვებული იქნება. ხო, ეს ვასე. ვამიაჩო ყურადღებას ერთიანად ფუჭდება ყველა სახის ხილი. გადამდებია, ანუ ყველანაირად გადამდებია. როგორც შეგეჭირა, გადამდებია, ისე სულიერ, გადამდებია, ვაფშეა და ზუსტად ესაა სხვაობა თავისუფლებას გავუშვათ ხაზი, თავისუფლება შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში ადამიანებს და კაცთამოდმას, როდესაც მათ გაცნობიერებული აქვთ საკუთარი მეს ეგო, ნებისმიერი არსება სულიერი ორბუნევლიანია, ხო? ნებისმიერ შიდევს კეთილი და ბოროტი. ამას აჭირდება დიდი ფილოსოფია, რომ ესაცია. აი ზუსტად იმ საკუთარში ორთაბრძოლაა ამ ყველაფერს, რომელიც მეტად შენშია, იმისკენ ახარ. ანუ რაც არ უნდა განსაცდელი, რაც არ უნდა გამოცდის წინაშე დადგეს ადამიანი თვისშვილი. თუ მისი ხედვა მხოლოდ და მხოლოდ ორიენტირებულია ემოციებზე, თუ მისი ხედვა ორიენტირებულია, რომ არსად არ არის სამართლე გარდა რაღაც აკვიატებული პარადოქსული სიმართლისა, ის ვერავის ვერ მიაღწევს თავისუფლებას. ის ყოველთვის იქნება თავისუფლობაში. ანუ ყოველთვის იქნება მცდარ გადაწყვეტილება. თან თუ რა არის თეთრი და რა არის შავი, ყოველთვის ამ შესაბამისად ყოველთვის იქნება თავისუფლობაში, დაპყრობაში და დამარხვაში. ანუ რა მოვა იმ ჯოჯოხეთური მაწუხებიდან, რომელიც შეგნებულად არის მოხმარებული ადამიანკაცობრიობაზე თავს. ეს არის ის, რასაც უფლობა საკუთარი ეგოსი, საკუთარი მესი, რომელიც უფრო მეტს
რომ ეს ითხოვს შესახერისგან კიდევ ნებისმიერი სხვა სულგმულისგან რაღაცათომ ყველა სულგმული ჰარმონიაშია ასეთი ისე ბუნებასთან ვიდრე შესახერად შექმნილი ადამიანი, ხო? დიახ. თავისუფლება არის ზევნა, მუდმივი, რომელიც არც არასდროს შეჩერებულა და არც არასდროს შეჩერდება. სწორედესაა ადამიანთა გამოსასწრელი ვადით მოვლინება სამყაროზე, რომ თორმე შეიცნოს თავი მისი. დავარჯერ არის კოდირებული წერილებში ნახსენები შეიცანი თავი შენ. ხო ნიშნება ყველაფერი მსკერადად საუბრობს ახლა თავისუფლებისკენ. აი ბატონო მირზა, მეორე პუნქტს ავიკითხავ, ესე იგი თ ავი სულ ფალი. ეს არის ცდუნება, ცრუნება, რომელიც ცდილობს შენიღბულ არს-ობას ავი დაფლა, დაფარვით, იქვე არის მათ გასაწმილებელიც, არა რაია დაფარული, რომელიც არ გაცხადდესო. ხო? საინტერესო არის ის, რომ აი თ ავი სულ ფალი, ხო გეუბნება? ავი სულ ფალიო. ხო. ეს ავი სული, ანუ ავი სულ უნდა ვფლათ, ანუ ეს ფლობა ორ აზროვანია. შეიძლება ფლობდი ამას, შეიძლება მალავდე. ხო. რომ ყოველი ის გადამწარი მოწოდება აიძულებს ადამიანად ქცეულებს რაღაცნაირად საკუთარში წარმოშობილი სიავე რაღაც სახით შეფუთულად დაფაროს, დამალოს, მაგრამ თუმცა არ დაფაროს, ხო? საკმარისი ადამიანის მოქმედება, ვინაც უკვე ფიზიკური, უკვე აღარაფერია დაფარული და ვარანაირი ნიღაბი არ ფარავს იმავს, რომელიც თითქოს დაფარა უშოდინრობის გამო ადამიანმა. გამოდის, რომ ავი სულ დამფარველი და დამფრობელი რჩება უშოდინრობის გამო შესახე, ხო? აი, კიდევ რა მინდა დავამატო, ერთი რაღაც გაჩნდა, ხა იდეა. გუშინ მე და თამარმა ვისაუბრეთ აი ამ თემასთან დაკავშირებით, რომ ესე იგი გული და თავი, რომელიც არის ეს ლოგიკა და ეს გული, რომელიც გრძნობაა და ემოციაა და ენერგია, თითქმის კომპასი, რომელიც გადის მეტრებში, ნახეთ როგორი რაღაც გაჟღერდა, რომ თვითონ თავში, სიტყვაში მოქცეული არის ავი, ხომ? და თან რომ დავამატოთ თ, ეს რომ გავშიფროთ და გავშალოთ ქართულ ანბანში ასომთავრულით, თ ნიშნავს თან. ესე იგი, თავში არის თან ავი. თან ავი, კი ბატონო. თან ავი ნიშნავს თავს. და ანუ თუ კი არის თან ავი, ესე იგი იქვე არის თან კარგიც. კი. და ეს სულ ფალი თან ავი სულ ფალიო გეუბნება. თუ ჩვენ მაგალითად განვიხილავთ ამ რაკურსში, რომ ამ ჭრილში, რომ ჩვენ უნდა ჩავიდეთ გულში და გული და თავი დავაკავშიროთ ერთმანეთთან, ესე იგი აუცილებლად ხდება აქ ორთა ბრძოლასავით, ხო? თუ თან ავია თავში და თუ გულში არის სიყვარული, აქ სადღაცა შუა წერტილი ყელია, მეხუთე ჩაკრა, რომელიც პირს უკავშირდება, ენას უკავშირდება. თუ თან ავი და სიყვარული ენით გადმოიცემა, ესე იგი ამენით განიხილება ყველაფერი, ხომ ასია? და აქაც უკვე ვწვდებით იმას, არს და აზრს და იმ სიტყვას,
როდესაც ჩვენ სასულიერო პირებშიც თუ ნებისმიერ საკითხში ვამბობთ ბოლო სიტყვას ამენ. ამენ არის წერტილი, რომელიც დაესმის ყველა ფრაზას. ამენ. და ამას სხვათა შორის ზოგიერთი ადამიანი აღიქოს, აუ ნუ გააწყალეთ გული ამენით და ამენით. მაგრამ ეს ამენ სიტყვა არის როგორც წერტილი. ვთქვი ამენ, დავასრულებ ფრაზა. აი ეს არის ჩემი გულისა და გონების ნაერთი, რომელიც არის შედეგი, ნაყოფი არის ენით გადმოცემული იმ აზრისა თუ გონისა თუ სულისა თუ რაც არის ენერგიისა ამენით გადმოიცა. ამიტომ ამენით უსვავენ წერტილს და ამიტომ ამბობენ ამენ. ეგ წერტილის დასმაც არის და ერთგვარი კითხვაც არის. გადაგებით დასრულების შემდეგ კითხვას სვამს გადაგებელი ამენით იმ რა გაიგებო. ანუ კი, შეგვიძლია ამენით იმ რა გაიგეთო და ყველა უბრუნებს პასუხად ამენ. ანუ ამენ გავიგე და გეთანხმები, ვამოწმებ, ხო? ანუ კითხვას უბრუნებ. ამენ. სიმრავლეა ჩემო კარგო. არის ზუსტად იმ მეცნიერების ბრალი, რომელიც ხაზგასმით არის ბიბლიაში აღნიშნული. ნახე, წინამძღვრები სისხლს გადაგებენ, დვლები სარგებლობენ მათი მხარდაჭერით. არა, დვლები ბატონობენ მათი მხარდაჭერით. ჩემ მერს კი მოსწონს ეს. აი, რასიზმ საბოლოოდო. აი, ზუსტად ეს პოლიცია ბიბლიაში ის რასაც ახლა ვსაუბრობ. ანუ ეს არის არა ნიშნული მოქმედი არის სასულიერო პირი, განკვეთილია, განდეგილია, თუმცა არა არანაირი მნიშვნელობა ვინსად არის და ეს გადავხოცოთ ეს მოსაზრებას განკვეთილი, განდეგილი მოკლედ რა ეს ფაზები, სადაც გაუგებრობის მაგვარი ფონით არის შენიღული, სამბლეში არის შეგნებულად განშლილი შტო ადამიანთა დასაპურებლად კი არა, ადამიანთა ქაოსის გასაღრმავებლად. ნახე რამდენი მოღვაწე მოქმედებს დღესდღეობით, ხო? და ისედაც ქაოსში მყოფი აზროვნება ვარეს ქაოსში გადაეშვა და სწორედ ესაა ნათქვამი. ყველა ილაპარაკებს ჩემი სახელითო, ხო? როცა ამბობ ფარი, ყველა ილაპარაკებს ჩემი სახელით. მაგრამ ასეთი არ იქნება ის, რაც უნდა იყოს, რომ ახლოს დასწრება. და ასეთაც არის, ანუ ნებისმიერი, ასე ვთქვათ, სექტა, ნებისმიერი განშტოება, ყველა, ასე ვთქვათ, ცალკეული პარაგრაფებით მოღვაწე განშტოებები არის. ნება დართული, რა თქმა უნდა, უმაღლესი იერარქებიდან. მაგრამ ამათი ნებართვის გარეშე ფაქტიურად ველი არსებობდა, ხო, ვერც სექტა, ვერც ის. და იქნებოდა ნებართვა. ნებისმიერ, გინდას 50-იანელე, გინდას ის ყველა სექტის ასე დაკნაური სახელი და მოუხეშება ამის გამო, რომ დაყოველთაოდ აღიარებულია რაღაცა თქონდა. ყველა სექტა ცალკეული ბიბლიიდან ამოღებული ცალკეული პარაგრაფებით ხელმძღვანელობს. და რა არის ეს თუ არა თანხვედრილობა მოქმედ რელიგიურ ჯულთან
თანხმადრილობა, ხო? სხვანაირად ვერც შეასრულებდა, ხო, ესეთი განცდები იქნებოდა რელიგია, წმენა და არა რაღაც გაურკვეველი აღსარებლობა. დანაწევრება მოხდა. ძირითადად ადამიანებმა ვეღარ გაუგეს ერთმანეთს, მოხდა განხეთქილება. დანაწევრება რომ ვერ გაეგოთ ერთმანეთს, ეს არის მიზან-მიმართული დანაწევრება. ანუ მიზან-მიმართულია თქვენ ფიქრობთ, ხომ? აი ასე ჩანს და ასეც არის, რომ თუკი რომელიმე დანაწევრებულს მართლა რაღაც ღვთიური გახსნილობა აკონტროლებს და მეთანხმებს ალბათ, რომ ქაოსი კერა პირიქით სიმშვიდისკენ უნდა წასულიყო კაცობრიობა. კი, ნამდვილად, გეთანხმებით, მაგას გავიძახი მეც. მოხდა რაღაცა თონგა. მაგრამ ფიქრი არაფერია, ასე ჩანს და რასაც ხედავს ყოველთვის იმას. აი თამარ შერვაშიძე წერს. თამარ უნდა განმტკიცდეთ გონიერ გულში, რათა შემდეგ უმაღლესი გამოცდა ჩავაბაროთ და გავიდეთ თავიდან ყიფლი ბანჩი. ეგ არის ლუცის სამეფო. ლუცი არის საერთოდ სინათლე და ფერი, კიდე ვიცით რომ ფერები სხვადასხვა არსებობს, თუ კი სინათლის ფერი არის, ესე იგი მოთავსებული, გუშინ მქონდა საუბარი ამ საკითხზე ლაივში, ცისკარშია მოთავსებული, ესე იგი ცისკარი არის თავში, თავის ყიფლიბანდთან და ცისკარი ასევე არის პლანეტა ვენერას წარმომადგენელი სიმბოლო, სიტყვიერი სიმბოლო. თუ კი პლანეტა ვენერა არის სიყვარულის სიმბოლო, სიყვარული და გონება ერთიანდება აი ამ ცისკარში და სავარაუდოდ იხსნება ყიფლიბანდი და შემდეგ ხდება ხელდასმა, რომელიც აქვს ძირითადად ნათელი გონების ადამიანების მესამე თვალის ვინც გაიხსნა მესამე თვალი და ვისაც გახსნილი აქვს, ამათ ეწოდებათ მესამე თვალის მატარებელი ადამიანები, რომლებიც ძირითადად გასულიან აი აქ ცისკარსთან არიან კავშირში. და ეს არის რა ხდება, იცით? აი ნახეთ, ზაზა ჯაიანი წერს, დავით თორდიასაც თუ მოვიწევთ, კარგი იქნებაო, მაგრამ კი, მოვიწევ აუცილებლად. თვითონაც დამიკავშირდეს დავით თორდია, მე მივწერ დავით თორდიას, მაგრამ აი წინაზე იყო კიდე მანანა ხუციშვილს აქვს ესეთი კომენტარი, თუ შეიძლება წავიკითხავ. სიბრძნეს ვერ გააზიარებ. ცოდნის გაზიარება შეიძლება, სიბრძნის არა. ინდივიდმა შეიძლება მიაგნოს სიბრძნეს. იმითი იცხოვროს, მას დაეყრდნოს, ამ სიბრძნით სასწაულის მოახდინოს, მაგრამ გამოთქვას და ასწავლოს იგი შეუძლებელია. ყოველი ჭეშმარიტების საპირისპირო ასევე ჭეშმარიტია. მე მაგალითად ვერ ვეთანხმები ქალბატონ მანანას, მაგრამ იმასაც განვიხილავ, რატომ ვერ ვეთანხმები. და თქვენ თუ გინდათ ამასთან დაკავშირებით სიტყვა თქვა ბატონო მირზა, შეგიძლიათ პირველ რიგში თქვენ თქვათ და მე ვიტყვი რატომ არ ვეთანხმები. თუ შეიძლება რომ კიდევ გავიმეოროთ, აი სიბრძნეს ვერ გააზიარებ, ცოდნის გაზიარება შეიძლება, სიბრძნის არა. ინდივიდმა შეიძლება მიაგნოს სიბრძნეს. იმით იცხოვროს, მას დაეყრდნოს, ამ სიბრძნით სასწაულის მოახდინოს, მაგრამ გამოთქვას და ასწავლოს იგი შეუძლებელია. ყოველი ჭეშმარიტების საპირისპირო ასევე ჭეშმარიტია. ეს ვისი კომენტარია? ქალბატონი მანანა ხუციშვილის. არის ასევე ნებისმიერი რამის სწავლება, გახსენება ვიღაცისთვის თავში წარმოუდგენელია თუ არ გააგაჩნია სათანადო ცოდნა, ხო? ეს ხარია თუ არაფერი ცივიც აქვს, ხო? ვერც შეახედებ, ვერც დაინახავენ, ვერც გაიგონებენ. არაფერი არ ვიცი და მოჩა.
გამოყოფა ადამიანის სულიერას როგორცა სიბრძნე მართალია თვითონ ეს მოსამურობა სიბრძნე ასე ადგედა ეს არის სიბრძნე და ასე და ამ თუ დაყვალ მიყვალ სიბრძნესთან ყოველ წარმოუდგენელი ფენომენია ვერასწავლე მართალია მაგრამ ეს იმას შეძლებ რომ არის უცოდინარმა შენი უცოდინრობით ვინმეს ქმედება ფსიული შეახერხო ხო? ხოლო საქციელებით. ხო, აქედან გამომდინარე შეუძლებელია ნებისმიერი რამის დანახვება სწავლება კიდევ მეორე თუ არ გაქვს შესაბამისი ხედვა ცუდომა და გამოცდილება ამ ყველაფერთან ხო? სულ არავის არ შეიძლება ვინმესგან სწავლება ვინმესგან დაძვალება რომ არ გინდა თუ არა ეს შეხედა არა საკმარისია გაიგონო შეგხედო შედარება გააკეთონ ხმურსა და ნამოქმედარ შორის რამდენად თანხვედრილია შეგირას ვამბობ თამარ კი ანუ ფიცი მწამს ბოლომაკვირვებსავით რო არ გამოვიდეს ხო? არა ვერავინ ვერ აღიქვამს ვერც ბრძენის საზღვარს გადაღებულისას სანამ არ იმოქმედებენ სანამ არ გამოხატავენ ხო? საჭიროა ვინმეს რამე ასწავლო ჩვენ ერთმანეთისთვის შეხსენების მაგვარ სტიმულირებას უწევთ წელი ცხოვრების მანძილზე ვიღაცა საქმით, ვიღაცა სიტყვით, ვიღაცა რა ათასი გზები არსებობს რომ ადამიანებმა გაარჩიონ ნათქვამიდან გამომდინარე ამოქმედარი ნებისმიერი გინდა ბრძენის, გინდა გადაღებულის. ზუსტად, აი ეხლა მაგას ვამბობ ზუსტად რომ აი სიბრძნეს ვერ გააზიარებ, ამბობს ქალბატონი მანანა, ამაში ვერ ვეთანხმები, იმიტომ რომ სიბრძნის გაზიარება ხდება მხოლოდ საქციელებით. სიბრძნეს რა თქმა უნდა ვერ ასწავლი. მაგრამ სიბრძნეს მანანას გამორჩა ხაზელობიდან რომ სიბრძნეს ვერ გააზიარებ. ნახევარი საათი გავიდა და გაითიშა დავუკავშირდები ისევ ბატონ მირზას მანამდე მე გესაუბრებით ესე იგი სიბრძნეს ვერ გააზიარებ ცოდნის გაზიარება შეიძლება ამაზეა საკითხი დიახ ბატონო მირზა ხმამაღლა ჩავრთოთ გესმით ჩემ ბატონო მირზა ეხლა მე ჩავრთი ლაუდსპრეი ანუ ხმამაღალზე ჩავრთე და ისმის თქვენი ხმა შეგიძლიათ გააგრძელოთ თქვენი სიტყვა არ გავჩერდა მაგრამ ძირითადი რაც ალბათონის კომენტარი და ამოვიკითხეთ მისი შეფასება ამ ყველაფერთან ერთადად ვით ის რაც არის საკმარი რომ არანაირი როგორ ვთქვათ შემეცნება ქმედების გარეშე არ დებება იყოს სასწავლო პროცესი, კიდევ გახსნების პროცესი. პირიქით, ხელისშემშლელი პროცესია და პირიქით საზიანოა ყველას.
აქედან გამომდინარე მე ვიტყოდი რომ ჩვენი სასწავლო სისტემა რომელიც არის სკოლების სისტემა მთლიანად გადასახარისხებელია ამ სისტემაზე რომ პრაქტიკაში გამოვაცდევინოთ ბავშვებს და პრაქტიკულად შევასწავლოთ სიბრძნეც და ცოდნაც. ცოდნა არის სიბრძნე. სიბრძნიდან გამომდინარე მასალა არის ცოდნა. და თუ კი ინდივიდმა შეიძლება მიაგნოს სიბრძნეს, დიახ. ცოდნიდან გამომდინარე არის სიბრძნე. და ესე იგი, ცოდნიდან სიბრძნე. ანუ სიბრძნე ცოდნიდან გამომდინარეობს და ცოდნა სიბრძნიდან ორივე ერთმანეთთან გამომდინარეობს. ხო, მაგას თანხმდრილობა თუ არ არის, წარმოუდგენელია ვინმე რამე ისწავლოს. კი, იმიტომ რომ ცოდნა მოდის გამოცდილებაში, გამოცდილება არის მასალა იმისა, რომ ჩვენ სიბრძნეს შეგვმატოს, ხო? ანუ ყველა ადამიანი თავის გამოცდილებით სწავლობს. და თუ გამოცდილება არ არის, მასთან შეხება არ აქვს, მაშინ ან იზეპირებს და მხოლოდ თეორიულად იცის, ვერ შეიგრძნობს. სულ წარმოსახვა ან საკუთარ თავთან სულ წარმოდგენა, რომ სიბრძნის პრობლემაა. რაღაც საკითხი, რაღაც კვლევარების რაღაცი და დამეგროვდა იმენი მასალა თავში, რომ როდესაც საუკეთია იმაზე მეტი საუბარი შემიძლია. და ამით ჩავთვალე თავი რომ ბრძენი ვარ. ამ დროს ბრძენი კი არა, ამბարձოვანი ვარ. აკარავით არის სიბრძნე არ არის. იგი არის უბრალოდ საკუთარი თავის სიბრძნის საუბარი წარმოსახვა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში და ძალიან დიდ შემთხვევებში სულზე გავლენას ახდენს თვითონ წარმოსახვაზე. ანუ დაახლოებით ილუზიაში გვაგდებს, რომ ჩვენ აი ვიცით და სინამდვილეში შეიძლება პრაქტიკაში ვერც გამოვიყენოთ ეს ცოდნა, ხო? კი ბატონო, სიტყვა უივიცი. უივიცი. რა საინტერესო. საკმარისია რამის საუბარი დაიწყო. უივიცი წამოხდება, უივიცი. ძალიან სიღრმისეული მიგნება არის ახლა ეს უივიცი და გუშინ კიდე სიტყვა რომელი სიტყვა ახსენით სასწაული ხო სასწაული არის სასწავლი რა თქმა უნდა და იმას ამბობდი რომ საკასო დანაშაული კასოვრიობა შენი წოდება ჩვენი მიდეროს და რაღაცა მებელთან ახშენ კონდა დაიში ცხოვრობენ ძებლის ათროლოგის და ისეთი ცხოვრება მაჩვენეს ამ ხალხმა რომ მართლა დარეორს შეშუქებაო რომ იტყვია და რა მხრივ ყოველთვის მიდიოდნენ რაღაცათომ ებრაელთან რაღაცა საქმე რო ესწავლათ ებრაელის არასდროს არ ამბობდა უარს მაგრამ ნახეთ როგორ აძლევდა გზაკვალს უпроსორად როგორ იღებდა სმენელი და მთხოვნელი მათგან გზაკვალს როგორც კი რაღაცთან დაუშვებდა პურის სასხობი ავიღოთ სიტყვაზე პურის სასხობის გახსნა უნდა არიცის რაფერ დაიწყოს საქმე და რაფერ გავიძებო და მივიდა ყველანაირად გონებით დაკრიტულ ებრაელთან იმ საქმეში მყოფ ებრაელთან ებრაელის ბევრი რამის გათვალისწინებით და ცოდნით რომ იცის უკვე რას გაგზელდება მოქმედება იწყებს რაღაც საწყის იწყებს რა ამ
უივიცი ერთან. აჰა. და უივიცი კაცოლა სამოხელოდან გარბოდენ. აღარ ისმენდნენ ბოლომდე, ხო? არა, გარბოდენ, ხო, ანუ დეიჭერენ თავში თურმე ეს იწყება ამით, უივიცი როგორ ვიცი, ყველაფერი და გააგზავნე, წავიდნენ. წავიდნენ და იმ ვიცის იქით უკვე დიდ დაყოლებას აღმოჩნდა. გაბრაზებულები მიუვარდნენ ისე ებრაელს. ეს რა გვასწავლენ და არა დაგენაცვლე. ეს თქვენ არ გაჩერდით, მაგრამ მე არ მქონდა გაცხეული სწავლებო. და ისე მცირე მონაკვეს რომ დასწრაფდეს გადარეული მოდგმა მცირე მონაკვეს კიდე უგნება. კიდე უვიცობით გარბიან, ვიცი, გავაგზავნეთ. და ასე დავსრულებლად უივიცობით დარჩენ უვიცები აფერას ხედავთ. აი კიდევ ერთი სიტყვა ავხსენით სიღრმისეულად, რამხელა ჭეშმარიტება იმალება ჩვენს ენაში და რამდენად მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ენა განვიხილოთ ესეთი როგორიც არა მხოლოდ სალაპარაკო, არამედ სააზროვნო მასალადაც. სხვაგვარად ვერავინ ვერ იბრძნებს და ვერავინ შეიცავს ბრძნობის მაგრამ არს ფიქრობ და არს უშვებ იმას რომ შემთხვევით დაეწერათ დიდებაი ქართული ენისა. არა, ნამდვილად არა, შემთხვევით არ არსებობს, იმიტომ რომ არც იმას განვიხილავ, რომ შემთხვევით გამოიხედა თურმე ბიძინა ივანიშვილმა მილიონობით ხადა იოანე ზოსიმოს ხელნაწერში და მაშინ მიწერა პატრიცემოს რაც მაინც აიკითხავდა მან კი არ გამოიხედა საკეთილდღეოდ და სამყარო საკეთილდღეოდ არ გამოიხედა უბრალოდ საცავი შეუსვალა თუმცა ეს თქვია ვატიკანის საცავიდან გადმოანაცვლა საქართველოს საცავში. ნამდვილად ესეა კი. და გაახარებული ოვაციაში ავტაცეული მრევლი იმის იმედად რომ იოანე ზოსიმის ხელნაწერი საქართველოს კათოლიკურ საცავში გადმოინაცვლა თურმე საკმარისია გასაწყინებლად ერის და ქვეყნის და სხვა წინასწრის სისულელია. ის ვატიკანში იქნებოდა დასული და შენახული საქართველოს საცავში გამიშალი აქვს ადამიანთა გონებით. ვარ მიწოდა ის რაც მასში არის შენახული ჩადებული. არანაირი, ხო? არანაირი და წარმოიდგინეთ, არ ვიცი თქვენ გაქვთ თუ არა ეს ლაიფი ნანახი, მე ხშირად არა, იშვიათად ვახსენებ ამას, რომ ესე იგი 2014 წელს, როდესაც მე მაინცში სწავლობდი გერმანიის ქალაქში, აქ იყო ესეთი ჩემთან ზეციურიდან ჩამოსული ინფორმაცია, რომელმაც მაიძულა, რომ დამეწერა ეს ლექსის სახით. ესე იგი, ავიღე და დავიწყე წერა, სადაც პირდაპირ ამბობს, რომ ყოველივე დაფარული ენაში არს, ენაში ვეძებდით ჭეშმარიტებასო და მე ადიდებს ენას ეს ლექსივით არის, რომ ლექსივით დავწერე და წარმოიდგინეთ, რომ მაშინ იმ პერიოდში მე იოანე ზოსიმეს შესახებ საერთოდ არაფერი არ გამეგო. არც კი წარმომედგინა, რომ მასაც იგივე ქონდა დაწერილი, რაც მე მომაწოდეს და აი ამას უკვე მე ვეღარ დავარქმევ ვერც დამთხვევას, ვერც მანიპულაციას მე დავარქმევ ამას, რომ ზეციური ძალები ცდილობენ. ისევე როგორც იოანე ზოსიმეს მიაწოდეს ეს ინფორმაცია, ეხლაც ჩვენს საზოგადოებაში ამ თემაზე დაიწყოს საუბარი, რომ ყოველივე დაფარული ენაში არს და საიდუმლოებები ენაში უნდა ვეძებოთ. აი თუნდაც უკვე დავიწყეთ სიტყვების განხილვა. მადლობა თქვენ, მადლობა იმისათვის, რომ
გამოთქვით სურვილი რომ დაგკავშირებოდით და ხალხისთვის გაგენდოთ ეს თქვენი ნაფიქრი აღმოჩენა ზეციურისგან მიღებული ინფორმაცია და ალბათ ქალბატონი მანანაც ამას ხუციშვილიც ამას გულისხმობდა რომ თუ არ მოგივიდა შენ სიბრძნე ვერც ისწავლის სხვისგან სხვა ადამიანის მოყოლილისგან და ვერც ასწავლი შენ ყველა ადამიანს სიბრძნე თავისით უნდა ჩამოიტვირთოს ზეციდან ალბათ რა თამარ მოდი ასე ვიტყვი სიბრძნე გავს ახლად დაწურულ პოზიციაში ეს რა ქვია ცოტა ხნით გავჩიშაო ჩემ გამოსახულება კარგი ანუ ხმას ჩავთავ მარტოდ კი, ხმა ისმის. ანუ რას ამბობდი? სიბრძნე. ანუ რას ამბობდი? ხო, არა, ვიცი. სიბრძნე არის ახლად გაწურული უზნის ახლად გაწურული. ღვინო. ახსოვანი? მოტაცებული ქვევში. რომელიც დაწმენდამდე ყველაფერი ოხრობის მოშორებამდე გადის საკმაოდ ხანძრი პროცესი. ხო? კი. და ქვეყნის განსაკუთრებული თვისება ის არის, რომ თურმე მავნებელი ბაქტერია შეყვა და ის ამჭრილად მიყვება ჩვენს მისმა კაჟნარევმა კედლებმა ეტაპობრივად შევისახით დალექოს და როგორც დაამშვიდოს დააწმაროს და მხოლოდ ზედანაწილი რჩება სუბტოტო ვარგისიანი მისაღებად ადამიანები. ანუ სიბრძნე მოდის არამ იმ მდგომარეობიდან, რომელიც მდგომარეობას ილუზიურ ცილის პიროს ანიჭებს ადამიანს. სიბრძნე ცხოვრებისა გამოცდილებიდან და დაკვირვებიდან სიბრძნე მოდის ადამიანის ზაობით. ანუ ზაობა არის საკუთარში წარმოქმნილი კარგის თუ ცუდისკენ მავალი ბუნების ზაობა, ანუ ყველაფერი თვალწინ აგვაქვს, ყველაფერს ხედავს, ყველაფერს აღვიქვამთ და რამდენად გაუძლებს შესაძლოა ადამიანი ამ ყველაფრისგან დაწვირთვას. კი. თუკი სურვილი და მონდომება რომელიც ჩადებულია ყველაში იღვიძებს ის ყოველთვის ცდილობს კარგისკენ წავიდეს, არა? გიჟის ცდილობს რომ რაღაცა კარგის მიაღწიოს გადარეულობა. ანუ საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე თუ რამდენის დატევა და ატანა შეუძლია ადამიანს შემომავალი სინათლისა, ხო? ახლა ქორწობრუნდები და ვინისმავს თუკი იმ პირველ ეტაპზე ქორს საჰაერო არ დარჩა რაც უნდა კარი და კაჟი გავშლილი იყოს თიხა სკდება ისაში სკდება ეს ვერ უძლებს იმ დუღის დატვირთვას იმ პირველ ეტაპს ვერ უძლებს სკდება ისე ადამიანის გონებას თუ მას არ დარჩა როგორ სამყაროსთან უნებასთან საღი პორტალი ვერცეთ ვირუსებს
იმ აღმოჩნდას, რაც ცხოვრებისეულ გზაზე ხდება, განსაცდელება. ამის გამო რომ ჩაული მცირეა, არ არის ახსენები ვადათი ძირებას, ჩანელი ბევრია, ჩაული ცოტაა. აი ახლა ერთი რაღაც მინდა წავიკითხო, ნაპერწკალი წერს. ესე იგი, როგორც ვიცით, 365 დაცემულმა ანგელოზმა დემონმა შექმნა ჩვენი სხეული, ანუ თავი. ხოლო სული შთაბერილი იქნა სული წმინდის. რა გამოდის? სული არის სინათლისგან, ხოლო სხეული სიბნელისგან. რა არის თავისუფლება? ეს სულის სინათლეში მოქცევაა სხეულის სიბნელის. თუ გაანათებ თავისუფალი ხარ, თუ დააბნელებ თავის მონა ხარ. სული უფალი სინათლე, სხეული მონა სიბნელე. სული სადაც რაშიც გინდათ, უკაცრავად შეგაწყვეტინეთ, გავაგრძელებ, არ დამიმთავრებია თურმე. სადაც რაშიც გინდათ, ეძიეთ, ყველგან ამას იპოვით. ყველაფერი მარტივია, უბრალოდ ჩვენ ვართულებთ. ძნელია შეხედოთ მინდვრის ყვავილებს, მაშინ ეძებეთ დნმ-ში და უფრო რთული რაღაცეები. ნაპერწკალი ჩემთვის არ არის. ვიზერებია, რამდენიმე წელს უკან გადავდი. აი ახლა სიტყვა ვართულებში ამოვიკითხე საინტერესო რამე. ვართულიო და თულები ხომ არის ის უჯრები რა? ინტერნეტის ენით. თულები არის უჯრები. ესე იგი, მე ვარ ერთი უჯრა, რომელშიც ინფორმაცია შეიძლება ჩაიდოს ან არ ჩაიდოს. თუ ვართულებ, ესე იგი რაღაცა უჯრას ხსნი, ან ვინახავ, ან კეტავ, ხო? ვართული. ვართული, ქართული, ნართული, ჩართული. ანუ სულ ყველგან უჯრებია, ხო, ეს ფანჯრებია. უნიკალური ცნობიერის გენი ვარ. კი. გენი ვარ. ამის გაცნობიერება უჭირს. იმდენად მიზნეული ხალხ, მაგრამ ეს მაგრამ იმდენად დიდხან ამყოფებს ძილის სტადიაში ადამიანთა მოდმა, რომ ამის გაცნობიერება უჭირს. პრინციპში ახლა ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ლაზარეს ვაცოცხლებთ, ხო? ლასის არეს. იგივე ლაზარეს. ლაზარე გაცოცხლებულია 2020 წლიდან. 2020 წლიდან. გამოდი ასე ვთქვი. ბიბლიაში ნახსენები. მოსემ 40 წელი ატარა მონები უდაბნოში. და დღეს 2020 წელში დასრულდა მონების უდაბნოში. არა, ბადა ნახე 20 წელი. 40 20 წელი, 40-ში, ეგეთ 20 წელი, 20-ამდე, ასე გამოდი. 40. ის რაც დღეს ჭირს კაცობრიობას არის როგორ ვთქვა 1680 წლიანი გურუსით მოსული საიდუმლოებში ულამოხტილი მოძმის ვაება. მე ასე ვიტყვი. იმ სიბნელის წყალობით მიღწეული შედეგია, რომელსაც მთელი კაცობრიობა იმგირს და ღმერთს მადლობა, რომ საქართველოს ერთადერთი ჩართებია, სადაც სხვასთან შედარებით მშვიდობიანად ხდება ეს გარდატეხვა. სხვა ადგილებთან, სხვა კონფესიებთან, არის 1000 დატვირთული მოძღვრის
ოფიციალურად ხოლმე და ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ღვთის წყალობით და ღვთის შემძლეობით დგას არნახულად კიდევ გზაზე. სამაგალითოთას ვთქვათ, გზაზე. რა თქმა უნდა, თუკი ეს მადლი იქნება მადლად მიღებული და არ იქნება ის იმ საფარველს დიდი განცდა, რომ სინათლე ვერ გაიმართებს. ლაზარე ამდარია. მარტო 40 წელი რო ვთქვათ, გამოძმებით გადაგებს და გამოძმებით მოგეწოდება სამყაროში ყველაფერი. და სამყაროსაც გამოძმებით მიეწოდება ლაზარე შენით და ამენით ის რაც რეალობა. კი. აი, ამიტომ იცით რა ხდება? ანუ ეხლა სხვა უცხო ენებშიც არის ესეთი ამოხსნები და ესეთი სიღრმეები, მაგრამ ჩემი აზრით თვითონ სახარებისეული ენა რომელიც თარგმნას აღარ საჭიროებს, ხომ? იხსნება ქართული ენით. ანუ თუნდაც აი ავიღოთ ერთი მაგალითი, ფხეირდ. თვითონ ლოცვას ქვია ფხეირდ და ქართულად იხსნება ქართული ასომთავრული ასობგერებით. ეს ხომ ვერ გამოთქვა იმას, რისი ახსნაც მინდა ეხლა. ფხეირდ, როდესაც იხსნება ხო, აი შენ იქნებ უფრო კარგად გაგვაგებინო, რისი ახსნაც მინდა. ნახე, რამდენ დამწერლობას იცნობს კაცობრიობა, რომელიც სამ სახედ არის წარმოდგენილი. სამება, რამდენ დამწერლობაში მევარდება? არც ერთში. აგაშენა აღმართვა. ხო. აღმართვა და ის ციტირება ნებისმიერი წერილის ციტირება, რას ნიშნავს? აი ზუსტად იმას ნიშნავს, როგორაც ჩემი წერილებია გადმოცემული. ტირებმა ციტირებმა, ანუ გამოყავით, გაშალეთ სიტყვები. ესე იგი ნახე, ტირეც და ბმაც არის შიგნით. ცანი, ტირეც და ბმაცო. ცანი, ც ხომ არის თვითონ ცან. და ესე იგი, ცანი, ტირე და ბმაო. გაიხარე და იმის გამო რომ სახარებაში ბიბლიაში წერია ყველა ენებით დაველაპარაკები ადამიანებს და მაინც ვერ გაიგებენ. ხო. ენების მით. იყო შემთხვევები ცოტა ადრე იქიცებში ამდენი ამდენი კაში მოწევე მეთქავდნენ რატო წერ ტირეებით და ეს რა არის და ეს რა არის და ის არის რაც ხახამქვი ციტირება ნებისმიერი წერილის. კი. ახერხებს მოძღვარი და არ ახერხებს ყველაფერს შემთხვევაში არ ახერხებენ ზედა იერარქიული პასუხისმგებლობაში უნდა ზუსტად იციან სადღაც წერია და რატო წერია და არ სურს ამის აღიარება დანარჩენები აზრზედაც არ არის გასაგებია ზუსტად ამისგანაა გამომდინარე რომ როგორც წერია ისე ხაპასყოფით კითხულობენ და ისე ხაპასყოფით ნაკეთს ისმენენ. სამწუხაროდ, როცა უნდა იყოს იმაზე საუბარი, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, იოანე ზოსიმეს წერილების ახსნა, ქართული ენის ახსნა და ლაზარეს შეგნება. და ახლა ნაპერწკალმა გასცა პასუხი ქალბატონ მანანას, ახლა წავიკითხავ თუ შეიძლება, სიბრძნის საპირისპირო როგორ არის სიბრძნეო
სიბრძნის საპირისპირო თუ სიბრძნეა, მაშინ სიბრძნე რატომ არსებობს? ავს თუ ავი არ ვუწოდე კარგ სახელი რა დაქვიაო, მოიცედი? რა დავარქვაო? ხო, ეს შოთა რუსთაველიდან არის ციტირებული ვეფხისტყაოსნიდან. ეხლა კარგსა დავარქვაო. ხო, ქალბატონ მანანას გასცა პასუხი, რომ ჭეშმარიტების საწინააღმდეგოც ჭეშმარიტება არისო და ეხლა კიდევ ერთ კომენტარს წავიკითხავ ნაპერწკალისას. ოხ ეს მოსე მაგას შეცვალა და გადააკეთა ყველაფერი ხალხის საკეთილდღეოდ უნდოდა, მაგრამ პირიქით გამოვიდა. ვფიქრობ მოსეს უნდა შევეშვათ, ბოლო-ბოლო იესოსაც ყელში ამოუვიდა მისი მოგონილი წესებიო და ნაპერწკალი გეთახმები, იმიტომ რომ გუშინ წინ თუ გუშინ წინის წინ კვირას ქონდა ჩვენ მეუფე ქრისტეფორესთან საუბარი და მეუფე ქრისტეფორე ამას თავის ლოცვებშიც კი მოიხსენიებს, რომ ქრისტე არ იყო მოსესა და აარონის, მე მგონი წარმომავალი, არამედ მელქისედეკის არის. მელქისედეკის წესით გველაპარაკება ქრისტე და არა მოსესი. მოსეს ჯულით არ გველაპარაკება ქრისტე და არც სხვა წარმომადგენლების, მხოლოდ მელქისედეკის ენით გველაპარაკება. ეს არის რაც მოდი ასე გეტყვი, ჩამოგარგო. მე ხშირად მომისმენია მაგმოზღვის კატეგორიები და ზოგადად ჩასულებისის ოპერისის და ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომელიც ასევე ბიბლიაში წერია. ერთ შეგონა რომ იდგა, მაგრამ დაეცა. ასნიშნავს ეს ყველა ასე თუ ისე ამ სფეროში მოღვაწე დაწუნებული იყო და არის რაღაცა თომდესაც, რომ ის სახელები, ის გადმოცემები ისე უნდა აღიქვან, როგორც ამბობენ, ამდა როგორც თვითონ ასკვნენ. და მოდით ასე ვთქვათ, ვინ იყო სინამდვილეში იოანე ზოსიმე? იყო კი ის მართლა პიროვნება? ახლა რასაუბრს იოანე ზოსიმე, თვითონ სახელი იოანე, ენა ორი. ორი მეგრულად ნიშნავს საწყის, თავს, ღმერთს. ანუ ენა საწყისი. თეორი ენა არის იოანე. ენა, იოანე, ენა. უკუღმა წაკითხული, ხომ? ენა, ოი. დავიწე. ენა, ოი. ენა, ოი. ან ენა, იო. ესეც შეიძლება წავიკითხოთ. ენა, ოი. არა, მეგრულიდან გამოსარგმული საწყისი ენა, მერჩის ენა. ოი არის საწყისი ენა მეგრულიდან? ესე იგი იო მისი, ხო? იო კი, იო ვიცით. გაითიშა. იო ვიცით კი, ნამდვილად ვიცით, რომ არის ღმერთის სახელი, ღმერთს სახელად მოიხსენიებენ იოს, მაგრამ ოი არ ვიცი რა. ოი, რო ვიძახით, ოი. ხო, ეს ყველა არ არის ეს გამონათქვამები. და სანამ მირზას დავურეკავ, მანამდე წავიკითხავ თამარის კომენტარს. თეორიული ცოდნა არის მკვდარი. ყოველის გამტარი უნდა იყოს გამოცდილება. ამბობს თამარი. კი, გამოცდილება უნდა იყოს ყოველის გამტარი. ყოველის. ყანისა და ონის ველის გამტარი უნდა იყოს გამოცდილება. ხო. ონი არის მზე, ყანა არის ჩვენი აგერ სადაც ცხოვრობთ ის და აი ამის გამოცდილება უნდა იყოს ყოველი, ყანისა და ონის ველი. ქართული ანბანი, ქართული ენა იმხელა ინფორმაციებს გაწვდის, რომ შენ თუ ამაში გაიწურთე, ხო? ძალიან მაგარი იქნება. ეხლა ჩავთავ მე ხმას ხმამაღლა, ისევ დაგაკავშირებ. ესე იგი, ოიზე შევჩერდით ჩვენ მირზა. ოი არის უკუღმა წაკითხული იო, ხო? და როდესაც იოანეს უკუღმა წავიკითხეთ, ამოვიკითხავთ ენა, ოი.
აი დიახ. და ზუსტად ეს საწყისი ენით არის მოცემული დაფარულ არს ენას ამაშინა დღემდის მეორედ მოსვლამდის და რა არის მეორედ მოსვლა რას ნიშნავს მეორედ მოსვლა ადამიანები აღიქვამენ ამ მოვლენას ქვეყნის დასასრულად აქცევად მეორედ მოსვლა ყოველ ადამიანს ამაღლებს სულიერად ამაღლებს სულიერად იმ მიწას ყოვლის სხეულიდან რომელშიც იმყოფება ნებისმიერი სული მეორედ დაბადებას ნიშნავს მეორედ მოსვლა მეორედ დაბადებას რასაც ქვია კვლავ გებითობა ხო და რეინკარნაციის იგივე რეინკარნაცია რომელიც არის მეორედ ხორცს შესხმა ეს უარყოფილი იქნა ისევ და ისევ ეკლესიის მიერ, სასულიერო პირების მიერ. ეკლესია არა, სასულიერო პირების მიერ, ხო? ანუ ეკლესია ზუსტად ის ტაძარი შეიცვალა, ეკლესია შეიცვალა, უმაღლესია ეკლესია. ეკლესია ადამიანია ბიბლიაში ნახსოვენ, ხო? კლესია, ხო? მოკლეს, კლეს, ეკლეს. ასევე ეკალის არის. Anda ის ტერმინი დრო აკერია ენაზე რომ გასლაპარაკობ ყველაფერი რასაც ეკლესია მოსვა ეკლესიურია ახლა სიტყვა ეკლესიურია არიქოზე და ეხლა უფრო ღრმად რო ჩავიდეთ ენი კლეს ენი კლესური ეს კლეს ურია. ე არის ენი, ანუ ენი არის, კლეს ესე იგი რა, ეკლესია, ესე იგი ენი კლეს ია და ენი ეკლესიურიას თუ გავშიფრავთ არის ენი კლეს ურიებმა, ხო, ურია. ან ურიამ კლა ენი, ხო? ნუ საინტერესო. კი ბატონო. საინტერესოა ძალიან. მოკლედ, მეგობრებო, ეხლა აი მაგდა შელი წერს, რომ ეს ყველაფერი უნდა ისწავლებოდესო. ჩემო კარგო, მაგდა. ამას ვაკეთებთ ეხლა ჩვენ და ეს მართლაც უნდა ისწავლებოდეს სკოლებში და არა ის უაზრო რაღაცეები, რასაც საზეპირო არა, რასაც უტენიან ბავშვებს, რომელიც ალბათ შეიძლება არც გამოადგეს ცხოვრებაში, ხო? უთხარი მაგალითად რომ უნდა ისწავლებოდეს ეს არ ნიშნავს რომ მივახცეთ რაღაც შეგიერებას ზუსტად სწავლება ზუსტად იმაშია რომ რასამ რომ გაიგო რას ამბობენ იმ ვიღაცამ მის გვერდში მყოფ უცოდინარს უნდა უსვას ნახე ამას ამბობენ პარდაფიქტეთ აქედან იწყება საყოველთაო სწავლება და რა რამოდენიმე გარკვეული ჯგუფის თავმოყრით და ბლა 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 ჩანსი არა ის ვერ გაიტანს რომ იმაზე მეც რასაც ვერ სულდება მათიგონება და რა უნდა გამომიტანოს მე ხა ვაგონება მოსმენებიდან რომ მე ის აღვიქვა პირველ წყაროს შეუძლებელია გამოგენელია სიტყვის უკლებლივ გამეორება კი არა დაწერილი ბიბლია 40 ჯერ არის გადაწერილი და ახლა იწერება 51 წელს ზუსტად იმ გადაწერების წყალობით არის კათოლიკობის უკუღმართული მიღბალი ელ გაწერს რომ კლეს ტირი ხარს ნიშნავს ბერძნულათო. კლეს ნიშნავს ტირი ხარ. ო, რაღაცას ნიშნავს და რაღაცა ვირი სახელებზე ამხედრებული შეიყვანოს იესო ნაზარეთში, ხო წერია? კი.
მირი ლათინურიდან კაცს ნიშნავს. აჰა. ანუ კაც შეფარულად ამბობენ, რომ კაცზე ამხედრებული ქრისტე შეიყვანა. ანუ ვაუ, ეხლა ჟუანტელმა დამიარა მთელდაში და რა მაგარი ინფორმაცია გაიხსნა. ესე იგი ადამიანმა ღმერთმა ხო შექმნა თავდაპირველად აგერ ნაპერწკალის პირველად იყო სიტყვა და სიტყვიდან გამომდინარეობს ყველაფერიო. დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და იყო დასაწყისა. რა იყო დასაწყისამდეო და მერე შექმნა ციური სხეულები დღე და ღამე, ჯერ დღე და ღამე, მერე ციური სხეულები, მერე ეს, მერე ის და ბოლოს შექმნა კაცი. და კაცი იყო ქალის და კაციც და ეს კაცი არ იყო ჯერ ადამიანის დონეზე აყვანილი, მერე შეიქმნა ადამი. ნაპერწკალს ვეთხოვდი ასე, რომ სიტყვა მანამდე არის ღმერთი, სანამ სიტყვის მთქმელში არის ღმერთი. როგორც ვიცით, მდუმარებაში იყო ყველაფერიო სიტყვამდე, ესე იგი მდუმარება ყოფილა სიტყვამდეო. რა თქმა უნდა, პირის დაგაგამდე მდუმარებაა, გასაგებია, მაგრამ ანუ აზრში იქნება. ნაპერწკალი აციტირებს. თუკი ჩვენ გავყვებით იმ დიდ მითოსურ ჩანაწერებად ქცეულ ბიბლიას სახარებაში აღწერილ პასაჟებს ვერაფერსაც ვერ გავახსოვთ თავს. ნახე არსით მოვსულა და არსით მივდივარო. გამოხატული არის ერთ-ერთ ღუნეში, ხამის ღუნეში. ცხენზე ამხედრებული ფიგურა მიდის, საიდან მოდის და საით მიდის, არაფერი არ არის საჩვენები. ანუ დასაწყისი ეს არის ფენომენალური ჯოჟამის საჩუქარი. ანუ არც არაფერი დაწყებულა და არც არაფერი სრულდება, ხვდები? მარადისობა არის. რა ის რანაირად მიმტკიცებს ვინ, რომ თუმე ამად ამ დროს შეიქმნა ესა და ეს და ესა და ეს, როცა ის უკვე იყო. ხო, ანუ ქრისტეშობამდე არსებობდა. და იგი ცოდნის ყულავას ნიშნავდა. ცოდნის კვლევას? ცოდნის ყულავას. ცოდნის ყულავას ნიშნავდა? ესე იგი, რახან დედამიწის სიმბოლო არის ჯვარი, ესე იგი ამ დედამიწაზე არის ცოდნის ყულავა. გასაგებია. სული, მარტო სული, ეს ვერაფერს იცას ვერ გაიგონებს, ვერავინ და ვერაფერს დაინახავს, ხო ცხადია? ამიტომ მდუმარებაში სული სანამ არ განხორციელდა სხეულში, რომ ემოქმედა და გადმოეცა ის, რასაც განგება აწვდიდა მას ეტაპობრივად. რომ გამოახატა, ხო? ვიღაცის ენით, ვიღაცის ქმედებით, რაღაცის წარმოდგენით ეჩვენებინა სამყარო მერს რა იყო სწორი და რა იყო მართალი. რა იყო მცდარი და რა იყო ჭეშმარიტი. თანაერად მდუმარებაში იქნებოდა, რა თქმა უნდა, სამყარო არ ყოფილიყო განხორციელება სული და სხეულის შეცმა ერთმანეთთან. აი ეხლა თამარმა დაწერა ძალიან მაგარი რაღაც, ტა ძარიო, უნდა ძრას რაღაც, ტა და ეს რაღაც არის ამ ტაძარშიო. ის დაძარიო, ტა. აი ეს ტა კიდე არის ის, რომ თუ ას ქვია ანი, დავამატოთ ტას, გავასრულყოფილოთ ტანი ძარიო, ხო? ესე იგი,
შენ ტანზე არის საუბარი, რომ შენი ტანის ფლობაში უნდა იყო. ტაძარი. მივხვდით ხო მეგობრებო, ანუ ნახე, ტა ხო გამოცალკევდა ძარისაგან. ძარი არის, ვიცით რომ რაღაცა უნდა დავძრათ. და ეს ტა რა არის? გავშიფროთ აბა ქართული ანბანით, ქართული ასომთავრულით. ას ქვია ანი. და წინ დავამატოთ ტ, ესე იგი ტანი ძარიო. ტ-საც ტანი ქვია. უпростоრად ტ-ს ტარი ქვია, მაგრამ რადგან ათი მთავრდება, ტანი ძარი. ამიტომ გავმოძრავდეთ როგორც გავხდეთ თავისუფლები, ანუ თანის ავის სულ ფლობაში ვიყოთ, ასევე ტანი უნდა ვძრათ, ანუ ტაძარი უნდა დავძრათ. და ეს არის ტაძარი, ჩვენი სხეული არის ტაძარი. მოდეში ნახე, როცა ჩავამატოთ კაცი წყალში იხჩებოდა და ღმერთს დახმარებას ხოვდა და გადმოძახა ღმერთმა განძლია ხელია. ხო, ზუსტად ეგ არის. ეგ არის ტაძარი. განძიერი და ეშველება ღმერთს. ამიტომ ტაძარი და არა ეკლესიაო წერს თამარი, იესომ ბრძანა შენ ხარ ტაძარი და შინ ღმერთიო. ამინ, ამინ, ამენით. მეგობრებო, მე მგონი დღეს დავასრულოთ ახლა, იმიტომ რომ ახლებისთვის, ვინც ახლა იწყებს ლაზარეს გაცნობას, ანუ ლაზარეს ენის გაცნობა, ლასის არის გაცნობას, ესე იგი იგივე ლაზარეს გაცნობას, მათთვის იქნება ცოტა გადამტვირთველი. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მაგარი რაღაცები გაჟღერდა ახლა და ჩემთვისაც პირადად დიდი აღმოჩენები იყო და ამიტომ დავასრულოთ ახლა ბატონო მირზა, ჩვენ ხშირად ვისაუბროთ და ხშირად შემოგიერთდებით სიტყვებით და ამ სიტყვების ახსნით და ლაზარეს განმარტებით და ასე შემდეგ და თუ თქვენ დაასრულეთ თქვენი სათქმელი დღევანდელი დღისთვის, შეგიძლიათ მაყურებელს მიმართოთ ბოლო სიტყვით და მერე ყველას მაყურებელია მსმენელია ცალი ყურით მსმენელია არაფიშელი ყველას ვსურვებ სიკეთით, სიხარულით და გონიერებით ახშილ წლების ათვლას რომელიც კალენდარულად შულახალი დამდგარი არის და ყოფილიყოს ყოველთვის თვისმადლი ნებისმიერი მათ ცხოვრებაში გამოვლენილი სიტუაციებიდან რომ არ აღინიშნელი და სადუშებდნენ შეცდომას, სადუშებდნენ გადაცდომას და სხვადასხვა ღმერთმა შეძლო ადამიანების გამოძღვრა, რა განსაცდელები და ალბათ ამიტომ ეშმაკი არა დასაჯერად, არამედ საგამოსდო ასე ვთქვათ, ჟიური ჩავთვალოთ სატანა არის ჟიური, რომელიც ის ადამიანის ცხოვრების სათავეში და ცდილობს რომ ყველანაირი სასტურით გამოცადოს სულიერება. სული ერსებაო ხომ? ანუ იგივე სული ერება. ესე იგი სული ერს ერი არის ერი, ებაერსო რა. და ეხლა აი კინგი წერს რომ პირველი კლასიდან დავიწყოთო რა, მე ჩემთვის ეს კარგია თქვენ გესმით და ჩემთვის რთულიაო. მე ვფიქრობ კინგ, რაც უფრო ხშირად ვისაუბრებთ, ყველას გაიხსნება და მე მგონი რომ ყველაზე პირველი კლასიდან ვიწყებთ ეხლა ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ალბათ. აი არ ვიცი პირველი კლასი ამის რა არის, მაგრამ ყველაზე ადვილად ვცდილობთ რომ გავაკეთოთ. ამისათვის საჭიროა რომ პასტა და ფურცელი გქონდეთ ხელში, კალამი და ფურცელი და ჩაიწეროთ ხოლმე რომ დაინახოთ ვიზუალურად რას განვიხილავთ. ხო და ეხლა კიდე წერენ რაღაცებს ერთი წუთით აი წავიკითხავთ თამარის მოწერილსაც წავიკითხავთ.
თ ავის უფალი, ავის მბრძანებელი უნდა გახდე, ზუსტად ეგ არის მხეცის მოთვინიერება. ის ქედს მოიხრის, როცა ღმერთი იქნები. კი, როგორც ქრისტეს წინაშე მოიხარა ქედი. და გუშინ მქონდა კიდე ლაივში შემოვიდა ბატონი ვასო და ისო სტალინი, ზედმეტსახელად სტალინი და იმან შემოიტანა ეს თემა, რომ ჩვენ ბოროტს კი არ უნდა მოვკლათო და მოვერიოთო, ის უნდა დავიმორჩილოთო. იმიტომ რომ იმას დიდი ძალა აქვსო და იმ ძალს შემოაჯექი ეშმაკს და მიიყვანე ღმერთამდე თავი. ხო არის ესეთი ნათქვამი. ქრისტეფორემ გააკეთა, არა, ქრისტეფორემ არა. მოკლედ, ეშმაკს და ბოროტს უნდა შემოაჯდე, მოითვინიერო, შემოაჯდე კისერზე და ღმერთამდე მიაყვანინო თავი. შენი ბრძანებლობის ქვეშ უნდა მოექცეს. ეს არის მნიშვნელოვანი თემა, იმიტომ რომ ბოროტი თავად ღმერთმა არ გაანადგურა და ჩვენ როგორ გავანადგურებთ, ხო? არც უნდა ვანადგურებდეთ. ის უნდა არსებობდეს, თავისი საქმე უნდა აკეთოს. კეთილი და ბოროტის განსხვავებას უნდა ამის მეშვეობით ვახერხებდეთ და აგერ თამარმა რო დაწერა თ ავის უფალი, ავის მბრძანებელი უნდა გახდე, ზუსტად ეგ არის მხეცის მოთვინიერება, ის ქედს მოიხრის, როცა ღმერთი იქნები. ესე იგი, როდესაც შენ ტაძარს დაუბრუნდები, შენს ტანის ძარს დაუბრუნდები, ხო? მერე კიდე შემოვიდა, ესე იგი, ლაზარე შემომიყვანეთო, ისეთი რთულია აქ შემოყვანა, რომ ვერ გავიგე, საიდან უნდა დავპატიჟო მირზა და ამიტომ ესე ვსაუბრობთ. ტელეფონით მიადვილდება ხოლმე ლაიფები, ამიტომ ვერ შემოგიყვანე ახლა მაპატიე, მაგრამ ამ ლაიფის მერე შეგვიძლია ახალი ლაიფი დავიწყოთ. ლიკა ჩატი წერს, თა სამყაროა და ეკლესია შეძარიო. თავიდან უნდა დაიწყოს, ხო, ეს წავიკითხე. ლასარე, ლასი გასაღები და ასევე ძველი ქრისტიანული სიმბოლო თევზებია. ამბობს ელგა. თევზი, მოდი ახლა გავსვით მაგ ადამიანს ბავშვი. თევზი. რასთან ასოცირდება თევზი? ინდა რამას ვიწყობდი წყალში, პირში წყალება არ მქონდეს ჩაგუბებული ეს თევზი, ნახოთ ხო? კი. ანუ სიჩუმესთან ასოცირდება. მუნჯობასთან ასოცირდება. და ზუსტად ეს იდო იმ თევზის ასარში, რომ წყალში, პირში წყალდაგროვებული ყოფილიყო მეზებარი. ანუ და ესეთი, ნაყოფილიყო თუმარეთ. ამასთან ასოცირდება ეს თევზი. და თან თვითონ ამ სიტყვაში თუ ქართული ანბანით გავშლით, ამ ინფორმაციას გვაწვდის. თან ევა ზარი. ხო, თან ევა ზარიო. თან ევზარი, თან ენი ვინ ზარი. თან ენი ვინ ზარი, თან ევზი. ხო, ბევრი, ნუ მოკლედ ამის განხილვა შეიძლება მრავალმხრივად რა. და სხვათა შორის ახალი გამოჩენა 1-დან 4000-ში. მაგრამ რაღაცა სამიაო წასი ჯვარი 4 ჯვარეჯინი 4 გადა 2 ძი გადაკვეთით არის, ხო? და ხო არის 3. სასწორე 2 და ჩანგარი საზომი შესაძლოა, ხო? საზომი აქვს მართალსაც, საზომი აქვს პლანსაც, ანუ 2 სასწორის გადაკვეთა. ბალანსის იმ დონით არის მორღული და მოშლილი მილეთი სასმევილი. ბატონო მირზა, ეცი პირის გამოკლებით.
ვერ მოკრევით, ვერ მოკრევით, იქნებ ისე ახლიდან ავხსნათ. აი რაღაცა გონება გამეფანტა, აქ თევზზე კონცენტრირდი და ვერ მოგისმინოთ თქვენ და როგორ მივიღეთ ეს ორი საზომი, ვერ მივხვდი. სასწორი. სასწორი. აჰა. ხო, სასწორი, ნახე. ორი. ჯვარი რომელიც ერთი დაბოლოებით მიწას მიკოვლე დარჩა არის ხსენება ის თასა ანუ პენის ადგილს არიკავებს მაშინ როცა ავსას და კარხსას სასწორზე ორი პინია უკვე ერთი სასწორი თავისი ორი პინით არის წარმოდგენილი მეორე სასწორის ერთი პინი სადღა აკრეს დარჩა ცალი პინით და იმიტომ დარჩა ცალპინა ამაღლებული 4 რატოზე ეგანა 1-დან 4000 გამოდისო სიტყვიდან 1-დან 4000 გამოდის 3000 არ უწერეთ 4000 გამოდის 40 წელი 4000 ყველაფერი ის იქით რომ ტოტალურად დაფარულ მეცნიერებას აჩეჩებენ ადამიანს არის მეც დაგემშვილო თამარდა კი მოკლედ ანუ ქალა კი არა ქალი ჰიპოთეზის დონეზე ანუ ქალა კი არა ქალი თამარ სწორი მიგნება ქალი არისო მაცდურიო ქალიო ქალი კი არა ქალა არის მაცდური ანუ ქალა და ქალი თითქმის იგივდება ერთმანეთთან რა ქალა თავის ანუ დაუშვათ ქალი მას სინათლის გამტარი ცისკრიდან ვინ არის იმიტომაც იქცა ევა მარია ave maria ევა უნდა იქცეს ავეთ ესე იგი პატრიარქმა დაწერა ave maria თუ გახსოვს კი ვატიკანში იმღერა საპატრიარქოს გუნდმა და ხარობდნენ რომ ჩვენ იმღერეთო იმღერეს და როცა იმღერეს ის არის დაინტერესებული არის კარგი მერზა სიხარული სავსეზგან შანელსას შენს ჩემო კეთილ ადამიანო და ვასვაკრას რომ ნორმალურად ჩავერთოთ ლაივში აუ გენერალი შანება ხოლო იყო შესაძლებელი სულ მაგინის მოთხოვნილება რომ უჩქრის კასავით ერთი რაღაც ორგანიზაცია რაღაც შეცი გაკეთდეს რომ აი ამ მაიდებულებით აღჭურვილ ადამიანებმა შეძლონ პრობლემები ამ დაგვარი პრობლემების გარეშე დალაგებულად გაავრცელონ უკვე დალაგებული აგერ თქვა ახსნები კი ანუ ესეც მოგვარდება ესეც მოხერხდება ბატონო მირზა და დაიძრა ყინული აუცილებლად ყინული დაძრულია მეგობრებო გიხაროდენ გვიხარია ჩვენ ყველას თუ კი აქამდე ადამიანებს გიჟათ რაც ხავდნენ რომ რა ენაზე ლაპარაკობ და რის ენაზეო ახლა უკვე ჩვენ ამენით ვსაუბრობთ და ამენით ვშიფრავთ ჩვენ სიბრძნეებს და სიღრმეებს და აგერ არა მხოლოდ მირზა არის ბატონი მირზა არის ამის დამადასტურებელი არამედ უამრავი სხვა ადამიანი კიდე ვინც მე პირად შემიკავშირდება და ვისაც ალბათ გამოჩენა ჯერ არ სურს მაგრამ თანდათან შემოგვიერთდებიან თანდათან მოიხსნებათ ეს კომპლექსი რომ შეგვიძლია ჩვენ
გამოვჩნდეთ, სახეებიც დავანახოთ. გიჟად არავინ აღარ შეგვირაცხავს, იმიტომ ჩვენ ბევრი ვართ უკვე, ბევრს გაგვეხსნა, ბევრთან გაიხსნა ეს ცისკარი და შემოვიდა სინათლე. და ჩვენ ყველამ ერთად საერთო ენა უნდა ვნახოთ და ჩვენ ვისაუბროთ ამ თემებზე და სიბრძნეებში და სიღრმეებში ჩავიდეთ. ასე რომ ვინც დამწყებია იმან მოგვისმინოს და პატარა ბავშვით ისწავლის ყველაფერს, გაიხსნება მასაც ცისკარი, ისიც დაიწყებს ამენით აზროვნებას და ამინ ამენით მოკლედ იესო ქრისტე არის ჩვენთან, არს და იყოს ჩაჩვენებდა. გემშვიდობებით ბატონო მირზა. სულ შეკეთებს მოიგო. მადლობა კიდევ ერთხელ. აი ხო. მოკლედ მეგობრებო, ძალიან საინტერესო საუბარი იყო დღეს და ძალიან სასაუბროდ სასიამოვნო ინფორმაციებთან ქონდა წვდომა. ბატონი მირზას მეშვეობით და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ აქედან ბატონ მირზას მოვუხდი. აქ აქტიურ კომენტარებში აქტიურ პიროვნებებსაც მადლობას მოგიხდით, რომ ესე ძალიან საინტერესო კომენტარები დაგვიწერეთ. იუთუბერებს მინდა ვთხოვო, რომ ამ ყველა კომენტარს ვერ წავიკითხავ და ძალიან კარგი კომენტარებია შემოსული. ამიტომ დამიკავშირდით Facebook-ზე იუთუბერებო, შემოდით, ნახეთ ეს ლაივები, წაიკითხეთ კომენტარები, აქ არის ყველა კომენტარი არაჩვეულებრივი. და შეგიძლიათ კომენტარებს გაეცნოთ შემდეგ Facebook ლაივების მეშვეობით იუთუბერებო. თამარ ინასარიძე გებჰარდტ აი ესე ჩაწერეთ Facebook-ზე და ნახავთ, დამიმეგობრდით და თუ არ დამიმეგობრდებით, ისე ნახავთ ლაივებს. და ჩემს Facebook მეგობრებს მინდა მივმართო ეხლა, რომ დამიკავშირდით, ვისაუბროთ ამ თემებზე ხშირად. ანუ ძალიან ბევრი ადამიანი მიკავშირდება, ესე იგი, რომ ამ ენით საუბრობს და ამ ენის გახსნები აქვს და ცისკარი აქვს გახსნილი და შემოდის ინფორმაციები და არის ერთი ამბავი მოკლედ ამ ადამიანებში. ამ ადამიანებს სჭირდებათ ურთიერთობა, ესე იგი კომუნიკაცია, ახლა როგორც მე და ბატონმა მირზამ ვისაუბრეთ და კიდევ ბევრი რაღაც გაიხსნა საუბარში, თუ ამ ენაზე არ ვისაუბრეთ, ვერ გაიხსნება ბევრი რაღაცეები. ვიქნებით ესე მდორეთ, აგერ ტაძარიო, ხო? ტანი უნდა ვძრათ, ტანს კიდე ენა ეკუთვნის და თუ თავსა და გულს არ შევაერთებ და ენით არ გადმოვცემთ ჩვენს საქმეებს, მაშინ ვიქნებით მხოლოდ გაყინულ მდგომარეობაში, ანუ გაჩერებული და გაყინული ვიქნებით ერთ ადგილზე. ამიტომ კარგად დავფიქრდეთ, რა ენის მფლობელი ვართ, ამ ენის მფლობელი ვართ და რატომ ვართ ამ ენის მფლობელი და რატომ ვართ საერთოდ რატომ შეგვიძლია ამ ენით საუბარი, ხო? უნდა დავფიქრდეთ ამაზე. რატომ არის ყველა ენაზე რომ ამენს გაიძახიან და მხოლოდ ქართული ენა ხსნის, რას ნიშნავს ამ ენით საუბარი, ხო? ქართული ენა ხსნის აი ამ ინფორმაციას. და თუ ქართული ენა ხსნის ამ ინფორმაციას და სხვა ვერც ერთი ენა, ესე იგი, ბოდიში მინდა მოუხადო ბატონ მურმან ჯოხაძეს, მისი მოსაზრება არის მცდარი, რომ ქართული ენა არ არის ღმერთების ენა. მე ვიტყვი, რომ ქართული ენა არის ღმერთების ენა და ქრისტე გვეუბნება, რომ პირდაპირ გვეუბნება, რომ შენ ხარ ღმერთი, განა არ იცი და ამ ტანის ძარში არის ღმერთი. ამ ტანის ძარში არის ღმერთი. ამ ტანის მოქმედებაში არის ღმერთი. ასევე როგორც თუ ქრისტეს გავშიფრავთ სიტყვას, იქ წერია, რომ ქრის ტ ენიო, ანუ ქრის ტანის ენიო, გესმის? ხო და ასე რომ ვისაც ესმის, ვისაც არ ესმის, ისიც მალე გაიგებს ბევრ რამეს. ამენით, გემშვიდობებით ეხლა მითქვენ, ვისაც შემოსვლას გსურთ და დამატება გსურთ, დღეს საღამოს კიდევ მექნება ლაივი და შეგიძლიათ დამემატოთ. დღეს საღამოს მექნება ლაივი, მეგობრებო. თუ მოვახერხე, ალბათ ბავშვები რო დაიძინებენ უკვე, გვიან მექნება ლაივი თემასთან დაკავშირებით 21 მარტს, რას ვაკეთებთ ჯვარზე. აი ამას გაგანდოთ და ძალიან საინტერესო თემით შემოგიერთდებით და მე მაგალითად
რომ წარმოვიდგინე წარმოდგენაში, ძალიან მომეწონა ეს სურათი. ამას მოგახსენებთ დღეს საღამოს ყველას კიდევ ერთხელ, რას ვაკეთებთ 21 მარტს ჯვარზე და მოდი ესე ვთქვათ, დღეს საღამოს 11 საათზე დავაანონსებ ლაივს. ხო და შემომიერთდით ყველანი, ვისაც ინტერესი გაქვთ. 21 მარტი, კი, ამაზე ვისაუბრებ დღეს საღამოს ლაივში. მოდი, ესე ვთქვათ, რომ შეიძლება 10 საათზე შემოვიდე. შემოიჭყიდეთ მაინც 10 საათზე. ბავშვები როგორ დაიძინებენ, მაგას აქვს მნიშვნელობა, ხომ? რომელ საათზე დაიძინებ? თუ 10-ზე ვერ დაიძინეს, 11-ზე დავიწყებ. თუ უკვე 10-ზე ეძინათ, 10-ზეც დავიწყებ. ასე რომ გაუზიარეთ ვიდეოები ერთმანეთს და ჩვენ ერთმანეთს გავაძლიერებთ. მადლობა ყველას მოსმენისთვის. ეხლა არ ვიცი როგორ გავიდი აქედან. ეხლა უნდა მოვძებნო საიდან გავიდე. დავაჭიროთ. მივხვდი. კარგი. აბა კარგად.